ჯობათ მეგობრებო, მოკლედ ორი სიტყვით მინდა ვთქვა, შევაფასო ჩემი აზრი დავაფიქსირო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. გუშინ ირაკლი კუპრაძე ლელოს პარტიის დივანმა თქვა, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, ალადა მანამდე რომ ვიძახოდი, რომ ესენი გახარიები ლელოები და ესენი ისეთივე კოცები არიან, როგორც გუშინ იყო უბრალოდ მათ ჩხუბი მოვიდათ, ასე რომ ვთქვათ, არა მორალურ ან რაღაცა ესეთ მსგავს რაღაცებზე, არამედ ფინანსურ, ანუ იგოდნიკურ რაღაცებზე, თორე ეგ ლელო იყო, როდესაც რეზიდენტი სალომე დაგვასვა თავზე და ასე შემდგომ ვერ გაიყვეს წილები ბიძინამ და ხაზარაძემ და მოხდა ისა, რა ქვია, მათ შორის ჩხუბი, ასე რომ ვთქვათ და მიტომ წავამოვიდა შექმნა ოპოზიციური პარტია, თორე სხვა რამე მორალური ამოღმატებული გზნობები მას არ ქონია, ასევე გახარია იქიდან წამოვიდა არა იმიტომ რომ ქოცობის გამო, არამედ იმიტომ რომ მის საქმეში ჩაერიენ და არა სხვა რამის გამო და მოკლედ ესე ჩემი შეფასება მათ მიმართ ყოველთვის მსგავსი იყო და აღარ გავაგრძელებ. მოკლედ ახლა ვიტყვი კვარაცხელიაზე და მის აქციებზე ყველა ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოს, მათ შორის სპორტსმენს აქვს აზრი კონდეს მისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან ნებისმიერი შეხედულება. თუმცა, როდესაც შენ თამაშობდი ყაზანის რუბინში და არავინ არ გიცნობდა და შემდგომ გაიყიდე ევროპაში, ჯერ ნაპოლიში და შემდგომ პარის სენ-ჟერმენში და იქ მთელმა მსოფლიომ, მთელმა დედამიწამ გაგიცნო, იმას მაინც უნდა ხვდებოდე, რომ იმ ადამიანის შვილი, ვინც ქვეყანას რუსეთის ჭაობში მიაქანებს, ესე არ უნდა მასქნა, ან მინიმუმ დისკომფორტი უნდა შეუქმნა, პირადში მაინც უნდა უთხრა, რომ არ შეიძლება ქვეყნის და საქართველოს მომავლის ესე რუსულ ჭაობში ჩატოვება. დანარჩენად ყველამ თავისი აზრი იცის, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იდეატივი, კარგად ბრძანდებოდეთ.